2026 წლის ზაფხულში მობილური იუსტიციის სახლების ლოკაციების შანაცვლება და შესაბამისად არეალის გაფართოება იგეგმება. მოსახლეობისათვის სახელმწიფო და კერძო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად 37 ახალი ლოკაცია დაემატება. მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით ამ ეტაპზე დაფარულია საქართველოს ყველა რეგიონი და მუნიციპალიტეტი. ბოლო 5 წელიწადში მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 250,000-მდე მოქალაქე მისარგებლა. დეტალურად ამ და სხვა სიახლეებზე სასაუბროდ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა სტუმრობისათვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ვახტანგ, ძალიან საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული გაფართოების ზრდა, იუსტიციის სახლი საბოლოო ჯამში ბოლო მონაცემებით რამდენ რეგიონს სოფელს ემსახურება და კიდევ ახალ ლოკაციებზეა საუბარი, გადაჯგუფებაზე, ასე ვთქვათ, იმ კონკრეტულად წარმატებული პროექტის, რასაც მობილური იუსტიციის სახლი ქვია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ეს არის მობილური იუსტიციის სახლი, ეს არის ერთ-ერთი არხი სერვისის მიწოდებისა ჩვენთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ ქალაქში, მუნიციპალიტეტში ჩვენ წარმოდგენილები ვართ იუსტიციის სახლებით, ხოლო ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არ არის ძალიან დიდი და ბუნებრივია აქაც ცხოვრებ მოქალაქეებს ჭირდებათ სერვისების მიღება და რაც შეიძლება ახლოს და რაც შეიძლება სწრაფად, ამ მიმართულებით ვიყენებთ მობილური იუსტიციის სახლებს. როგორც შესავალში ახსენეთ, მობილური იუსტიციის სახლის პროექტი დაიწყო 2021 წელს და მას შემდეგ უკვე 222 ლოკაცია მოიცვა ამ პროექტმა და 250,000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. რაც ავტომატურად უკვე თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ეს არის გამართლებული პროექტი, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული. რაც შეეხება ახალ ლოკაციებს, ბუნებრივია, ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ კვლევებს და ამ კვლევების მთავარ არსს წარმოადგენს ის, რომ გავიგოთ ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში სად არის საჭიროება სერვისების მიღებისა და ბუნებრივია ამ კვლევების შედეგად განისაზღვრება ხოლმე მობილური იუსტიციის სახლების ახალი ლოკაციები. სწორედ ამ პროცესიდან გამომდინარე განისაზღვრა ახალი ლოკაციები და ბუნებრივია ამ ლოკაციებს მოიცავენ ჩვენი მობილური იუსტიციის სახლები, რომელიც დღეს 20 ერთეულით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება დაფარვის ზონას და არეალს, ბუნებრივია ჩვენ წარმოდგენილები ვართ მთელ საქართველოში. არსებული ინფრასტრუქტურით და მობილური იუსტიციის სახლებით და ასევე მიმდინარე სამშენებლო პროექტებით, რომელიც თამამად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საბოლოო ჯამში არ დარჩება ისეთი წერტილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი თანამშრომლების სახით არ ვიქნებით წარმოდგენილები. ეს ავტომატურად ბუნებრივია გულისხმობს იმას, რომ ყველასთან ნებისმიერი სერვისი და საუბარია 500-ზე მეტ სერვისზე, რომლის რაოდენობაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება სახლთან ახლოს. ერთია, როცა ვსაუბრობთ ხელმისაწვდომობაზე და მეორეა ხარისხი და ასევე ვთქვათ ის გარემო, სადაც შეიძლება სერვისი მიიღო. ყველა ალბათ მთელი საქართველო დაგვეთანხმება იმაში, რომ იუსტიციის სახლები არის კომფორტული ადგილი, სადაც მისვლა დაკავშირებულია კარგ განწყობასთან, კომფორტულ გარემოსთან და ბუნებრივია ეს ერთი კომპონენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე კომპონენტი ეს არის ხარისხიანი სერვისი, რომელსაც თითოეული მოქალაქე ჩვენი სტუმარი იღებს ძალიან სწრაფად. და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არ არის ის, რომ რაღაც შედეგი დავდეთ და ამითი უკვე კმაყოფილები ვართ. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. ვიტყვი, რომ იუსტიციის სახლი არაა მარტო კომფორტის წერტილი, იუსტიციის მობილური სახლები არის თვითონ კომფორტის ზონა, რომელსაც თქვენ ქმნით. საინტერესოა, თქვენ ახსენეთ ინფრასტრუქტურის განვითარება და არ გაჩერდებით ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ლოკაციებია მონიშნული იმის და მიხედვით, სად იქნება საჭიროება იუსტიციის სახლის დაფუძნების, როგორია იუსტიციის სახლის მშენებლობების, ახალი ობიექტების მშენებლობების გეგმა, თუნდაც მარტო 2026 წლის პრიორიტეტები. კი ბატონო, ჩვენ რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობა გვაქვს და მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ძალიან მალე იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე იუსტიციის სახლი მშენებლობის პროცესია ახმეტაში, ზოჩში და ასევე ჭალაში. ეს არის ის 4 ლოკაცია, სადაც სამშენებლო პროცესები უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება დაგეგმილ მშენებლობებს, ჩვენ წინ 2025 წელს დავაანონსეთ და უკვე დავიწყეთ პროცესი და ვიწყებთ წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობას. ასევე გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ და უკვე
გვაქვს კონკრეტული გეგმები და პროექტები ქორწინების სახლების მშენებლობისა. თავარი არსი ამ ყველაფრის გახლავთ ის, რომ არ დაგვრჩეს არც ერთი წერტილი, სადაც მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლშია ხელმისაწვდომი. თქვენ ახსენეთ ქორწინების სახლები და თუნდაც იგივე სარიტუალო სივრცეები, 7 ქორწინების სახლი, 28 სარიტუალო სივრცეა. თუ არ ვწდები ამ დროისათვის, კიდევ რას გეგმავთ ამ მიმართულებით? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ბუნებრივად ტურიზმი ვითარდება და ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურიზმის მიმართულება გახლავთ სწორედ ქორწინება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩვენ შევარჩიეთ ახალი ლოკაციები, სადაც გვინდა რომ ქორწინების სახლები ავაშენოთ. პირველი რასაც მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ მოგეხსენებთ ბათუმში გქონდა ბულვარში ქორწინების სახლი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, მაგრამ ამ დემონტაჟის საფუძველი არის ის, რომ ეხლა ახალ ბულვარში იგეგმება ძალიან გამორჩეული არქიტექტურის და შინაარსის ქორწინების სახლის მშენებლობა, ასევე გეგმავთ ქორწინების სახლის მშენებლობას მესტიაში, იცით რომ ტურისტებისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ლოკაცია, ამიტომ იქაც გვინდა რომ არსებულ არქიტექტურულ, ასე ვთქვათ, შინაარსს მოვარგოთ ჩვენი ქორწინების სახლიც და სწორედ ასეთი გვინდა საზოგადოება შევთავაზოთ. ბუნებრივია ამასთან ერთად ხდება ქორწინების სივრცეების განვითარება, მათი კეთილმოწყობა, ასე რომ ჩათვალეთ იმ სერვისებით, რომელიც ქორწინების მიმართულებით არის იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომია, ეს სერვისები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ლოკაციებიც გაიზრდება და ბევრად უფრო სრულყოფილად იქნება წარდგენილი მოქალაქეებისთვის. ბევრს საუბრობთ სერვისებზე, ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ვითარდება ქსელი და ზოგადად იუსტიციის სახლი, თუმცა ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ინოვაციურ ტექნოლოგიებს თავაზობს იუსტიციის სახლი ყოველწლიურად ახალს და ახალს. ამ მიმართულებით რა მისიახლეები რა გაქვთ? კი, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სიახლეა. პირველი რასაც მინდა ხაზი გაუსვა, როცა ჩვენ ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიება გქონდა, მაშინ პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პირდაპირ მითითება იყო ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს ხელოვნური ინტელექტისა და თქვა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია მთლიანად სამინისტროს სისტემაში და რა თქმა უნდა განსაკუთრებით სერვისების გაცემის ნაწილში. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და პირველ ეტაპზე გამოვიყენებთ სატელეფონო ცენზსა და ჩატის ნაწილში ხელოვნური ინტელექტს, ასევე ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების გამოყენებით გვინდა განვავითაროთ თვითმომსახურებების სივრცეები და აქ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიდგომაც და მისი მითითებაც სწორედ ის არის, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ასე რომ უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლი ძალიან ბევრ სიახლეს წარმოგიდგენთ და დაანონსებს, რომელიც რა თქმა უნდა დაკავშირებული იქნება ხელოვნურ ინტელექტთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ისევ პირველი კითხვის პასუხს დაუბრუნდები თქვენ სიტყვებს 500-ზე მეტი სერვისი, თუნდაც იგივე ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით 500-ზე მეტი სერვისი ამ დროისათვის იუსტიციის სახლში, თუმცა აქაც არ არის, ეს არის საბოლოო წერტილი და ყოველთვის ანონსდება, რომ უფრო მეტი და მეტი იქნება. რა სერვისებს შესთავაზებთ აი დავა კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების? ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოგეხსენებათ ჩვენ იუსტიციის სახლი არის ასე ვთქვათ ჰაბი სერვისებისა ჩვენს ქვეყანაში და ამით ის გამოირჩევა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება სერვისების რაოდენობის დასს, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ასე ვთქვათ და ერთობლივი შეთანხმებით ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის თავარი არსი არის ის, რომ შემოსავლების სერვისების ინტეგრაცია მოხდეს იუსტიციის სახლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა გახდება 1000-ზე მეტი. ავტომატურად ეს კიდევ პირველი ნიშანია და მანიშნებელია იმისა, რომ რეალურად თუ ვამბობთ, რომ სერვისების ჰაბია იუსტიციის სახლი, ამ სტატუსის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს და მოქალაქეს ამ კომფორტულ გარემოში შეიძლება ყველა ის ძირითადი სერვისი მიიღოს, რაც რეალურად მას ჭირდება განვითარებისთვის, მისი ბიზნესის განვითარებისთვის, თუნდაც სამოქალაქო მიმართულებით პირადობა, პასპორტი და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთად თავმოყრილი იქნება იუსტიციის სახლებში. იუსტიციის სახლები კიდევ როგორც შესავალ
საშუალოში აღნიშნეთ, თითქმის ყველგან არის, ყველა ლოკაციაზეა წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე ეს ეხმიანება სახელმწიფო ხელისუფლების ძირითად პოლიტიკას, რომ თავარი ორიენტირი ხელისუფლებისა და ყველა საჯარო დაწესებულებისა უნდა იყოს მოქალაქე და მისი ინტერესები. სწორედ ამას ემსახურება და ბუნებრივია იუსტიციის სახლიც და ზოგადად იუსტიციის სამინისტრო ამ პროცესს რა თქმა უნდა ვერ ჩამორჩება. სწორედ იუსტიციის სახლის ეს მიზნები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აღიარებულია უკვე საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო გამოხმაურება ყოველთვის აღიარებს, რომ იუსტიციის სახლის პრაქტიკა ერთ-ერთი ქართული იუსტიციის სახლის პრაქტიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპულ გადაწყვეტილებებში. საინტერესოა ამ მიმართულებით კიდევ არის აღიარებები, კიდევ მოდის გამოხმაურება საერთაშორისო არენაზე? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა, იუსტიციის სახლი და ზოგადად საერთაშორისო პარტნიორები და მისი აღიარება საერთაშორისო დონეზე. პირველი რაც მინდა გითხრათ, ზოგადად იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააჟღერა ეს საკითხი და საზოგადოებას ამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. 2026 წელს სერვისების ფორუმი, გაეროს სერვისების ფორუმი ჩატარდება ივნისში საქართველოში, რაც ხას უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა სერვისების ნაწილში საქართველო და ეს შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ ზოგადად იუსტიციის სამინისტროს 500-ზე მეტ დელეგატს სტუმარს წარუდგინოს ყველა ის ძირითადი მიღწევა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე როცა ვლაპარაკობთ საერთაშორისო საზოგადოებაზე და იუსტიციის სახლის აღიარებაზე, შარშან იუსტიციის სახლი გახდა 18 საუკეთესო პრაქტიკის მქონე დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი და სოფლიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის სახლების პროექტი არის გამორჩეული პროექტი და განსაკუთრებული პროექტი. ასევე ძალიან ბევრ სხვადასხვა ისეთ კონკურსში მონაწილეობს იუსტიციის სახლი და დარწმუნებული ვარ თავის შედეგს ყოველთვის დადებს, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ დავხვეწოთ სერვისები და ბუნებრივია ამაში ყოველთვის ვიყენებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ გამოცდილებას და ასევე ჩვენც უზიარებთ ჩვენს გამოცდილებას მათ. ასე რომ ეს კოლაბორაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად სრულყოთ ეს პროცესი და ბევრად უფრო სრულყოფილი სერვისების მიწოდების არხები და შესაძლებლობები შევთავაზოთ საზოგადოებას. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას ყველა პროექტის განხორციელებაში, ყველა სერვისის დანერგვაში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და თქვენი დროისთვის. იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.